მოგესალმებით, პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი. დღევანდელი გადაცემის 1 საათი დაეთმობა ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრს. დღეს ჩვენთან სტუმრად არიან ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტი ბატონი მათე გარდავა, რამაზ გერლიანი და ალექსანდრე ლომოური, არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე. დღევანდელი ჩვენი თემა არის სოფლის მეურნეობა და შეგვიძლია დავიწყოთ ბატონო მათე განვიხილოთ დღევანდელი სოფლის მეურნეობა რა მდგომარეობაშია და არის თუ არა წინსვლა. კი ბატონო, მოგესალმებით, მოგესალმებით ჩვენს მსმენელს. წინა შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ საკმაოდ რთულად სოფლის მეურნეობაზე, თუმცა მე ვთვლი რომ უშუალოდ არსებული მდგომარეობის ანალიზისთვის ერთი შეხვედრა არ არის საკმარისი, მაგრამ დღეს მე მინდა ყოველგვარი ანალიზის გარეშე მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია თუ რა ხდება უშუალოდ დარგში. ბოლო 10 წლის განმავლობაში ძალიან ცუდი მაჩვენებლები გვაქვს. მოხმული მიწის ფართობის მიხედვით, წარმოებული პროდუქციის მიხედვით და მე მინდა რომ ზოგადი ასე ვთქვათ მონაცემი მოგიყვანოთ. ავიღოთ ხორბალი. ნათესი ფართობი ხორბლის ბოლო 10 წლის განმავლობაში 140,000 ჰექტრიდან შემცირდა 57,000 ჰექტრამდე. ხოლო წარმოებული ხორბლის რაოდენობა 200,000 ტონიდან მცირდება 53,000 ტონამდე. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებელი და ძალიან უცნაური თვისების მატარებელი. ამ მაჩვენებლის მიხედვით დღეს ჩვენ წარმოებული ხორბლის რაოდენობა 1 ჰექტარზე არის 1 ტონა. ძალიან უცნაური მაჩვენებელია მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში აი ასეთ მაჩვენებლების შედეგად პრაქტიკულად შეუძლებელია ძალიან მარტივად ხორბლის მოსავლის აღებაც კი. აქ გარკვეული უნდოობა მე შემაქვს უშუალოდ სტატისტიკის დეპარტამენტის მისამართით. კარტოფილის წარმოება ნათესი ფართობი 40,000 ჰექტრიდან მცირდება 18,000 ჰექტრამდე. წარმოებული კარტოფილის რაოდენობა 415,000 ტონიდან მცირდება 216,000 ტონამდე. ანუ პრაქტიკულად აქაც გვაქვს განახევრება წარმოების ასევე ნათესი ფართობის. siminди 200,000 ჰექტრიდან მცირდება 130,000 ჰექტრამდე და გარდა ამისა მინდა გითხრათ რომ ბოლო წლის განმავლობაში მივიღეთ ძალიან დიდი კლება. იმის მიუხედავად სახელმწიფო ცდილობდა მთელი ძალებით გაეზარდა წარმოება და ასე ვთქვათ ძალღონეს არ ეშურებდა ამ მიმართულებით და კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ სახელმწიფო არ არის კარგი მენეჯერი და ის ვერ იქნება უბრალოდ კარგი მენეჯერი. წარმოებული simindi's რაოდენობა მცირდება 400,000 ტონიდან 290,000 ტონამდე. ლობიო 10,000 ჰექტარი მცირდება 5,000 ჰექტრამდე. ანუ განახევრება აქაც წარმოებული ლობიოს რაოდენობა მოცულობა მცირდება 10,000 ტონიდან 9,000 ტონამდე. ამ მონაცემებიდან გამომდინარე ვხედავთ რომ უშუალოდ დარგში ძალიან მძიმე მდგომარეობა არის შექმნილი. ამის ანალიზი ჩვენ მქონდა, ჩავატარეთ უკვე წინა გადაცემაში და მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ ერთი გადაცემა ჩვენ არ გვეყოფა იმისთვის რომ ზოგადად ვისაუბროთ იმ კატასტროფულ მდგომარეობას და მიზეზებზე რის გამოც სოფლის მეურნეობაში ასეთი მძიმე მდგომარეობაა შექმნილი და ვეცდებით რომ მომდევნო გადაცემებშიც უფრო ცლად აუხსნათ ჩვენს მსმენელს თუ რაშია საქმე და რატო აღმოჩნდით ასეთ მძიმე მდგომარეობაში. ბატონო რამაზ მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ განახორციელა ეგრეთ წოდებული ჰიბრიდული simindi's პოლიტიკა, როგორც ჩანს, საგრძნობლად მოიკლო მოსავალმა 1 ჰექტარზე. რამ გამოიწვია ეს მდგომარეობა? რა მიზეზებია ამის უფრო კონკრეტულად რო აგვიხსნათ და მე კი შეგახსენებთ, რომ Skype-ით შეგიძლიათ დაგვამატოთ ობიექტივი და ჩვენი ტელეფონის ნომერია 2388 105, დაგვიკავშირდით, დაგვისვით კითხვები თქვენთვის საინტერესო თემებზე. გისმენთ. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელს, ინტერნეტ მაყურებელს, ტელემაყურებელს. რაც შეეხება უშუალოდ თავრობის პოლიტიკას ამ კუთხით მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა მათემ ახსენა, რომ ის ცდილობდა და მას შესაბამისად არ გამოუვიდა და ეს ჰიბრიდული ჯიშების შემოტანა სამწუხაროდ რეალური შედეგით ვერ დასრულდა. ეს იმის გამოა, რომ მათ ვერ გათვალეს წინასწარ შესაბამისი პოლიტიკა, ეს აბსოლუტურად შეცდომა არის სახელმწიფო პოლიტიკის. რა საკვირველია არ იყო ამის პრაქტიკა საქართველოში თუ ეს ჯიშები ჯერ და ინფორმაციაც არ იყო მიუხედავად იმისა რომ ეცადნენ ინფორმაციას და სამწუხაროდ მე ეს ინფორმაცია არ გამოდგა ასე ვთქვათ ის არ იყო თანაზომიერი ინფორმაცია და
გლეხები ამ შემთხვევაში მოტყუებული დარჩნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამბობდნენ, რომ ეს სიმინდი აბსოლუტურ ყველანაირ კლიმატურ პირობებს ეგუება, ასე არ მოხდა. რეალურად ადგილობრივმა ჯიშებმა ბევრად გადაასწრეს შარშანდელ წელს, რატომღაც სწორხაზოვნად იაზროვნეს და არა ესე ვთქვათ პოლიტიკურად, იმიტომ რომ ეგონათ, რომ იქნებოდა სიტყვაზე ვთქვათ გვალვა. დაუშვათ ერთი ის იყოს ეს, მაგრამ არ არსებობს ბუნებაში ეს წფივი განვითარება. თუ ერთ წელს გვალვა, ის იმის მიმანიშნებელი აუცილებლად მეორე წელი იქნება სხვანაირი, ანუ პირიქით. არ შეიძლება 3 წელი ან 2 წელი პირდაპირ ესეთ გვალვები იყოს და ასე შემდეგ. მათი თავარი ის იყო, რომ ეს ყველანაირ პირობებში ხარობს. სამწუხაროდ ასე არ გამოდგა. უამრავ გლეხთან ქონდა ჩვენ გასაუბრება სოფლის მეურნეობაში მოღვაწე ადამიანებთან, რომლებმაც ეს სიმინდი ორჯერაც დათესეს, პირველი რო დათესეს წვიმება მოუწია და ესე ვთქვათ ვერ ამოვიდა, ვერ გაღვივდა ეს თესლი და შესაბამისად მე გქონდა ის, რომ მეორე ესე ვთქვათ დათესვის შედეგადაც ვერ ესე ვთქვათ მიიღეს მოსავალი. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ აქაც დიფერენცირებულია და გარკვეული დისკრიმინაციის მომენტია. ადამიანებმა, რომლებმაც პირდაპირ ბაზარზე იყიდეს, ესე ვთქვათ ეს სათესლე მასალა, გადაიხადეს ხო ის თანხა 16-დან 20 ლარის ფარგლებში მემყარებოდა კილოს, ესე ვთქვათ საფასური. შედეგი ვერ მიიღეს. ამ ადამიანებს უკვე ეს თანხა გადახდილი შერჩათ და გასაკვირველია ამას უკან არავინ არ დაუბრუნებდა, მაგრამ ერთი კაი ფაქტორი გლეხის სასარგებლოდ ზოგადად ვამბობ ამას ის იყო რომ ეს შემდგომში ვისაც ჰქონდა კრედიტით ეს კრედიტები ესე ვთქვათ აპატიეს და ესე ვთქვათ ჩამოიქვითა მაგრამ მაინც დისკრიმინაციული მომენტია სამწუხაროდ ეს პოლიტიკაც ანალოგიურად სხვა პოლიტიკებს გავს, როდესაც ჯერ ესე ვთქვათ ნაბიჯს დგამთ და მერე ვიწყებთ ესე ვთქვათ ამ პოლიტიკაზე ფიქს რამდენად გაამართლებს თუ არ გაამართლებს. ხედავთ რომ სამწუხაროდ ვერ გაამართა. მე ძალიან არ მინდოდა რომ ესე ყოფილიყო, მიუხედავად იმისა ჩვენ ვაფრთხილებდით, ჯერ კიდევ შარშან თებერვლის თვიდან, მუდმივად ვაფრთხილებდით და მათ შორის ამ სტუდიიდანაც უამრავჯერ ქონდა საუბარი რომ ეს არ იყო სწორი პოლიტიკა და ეს გარანტირებულ შედეგს ვერ მოგცემდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი შეიცვალა, მაგრამ მომავალი წლისთვისაც კვლავ არ გაუქმებიათ აღნიშნული პროგრამა და მომავალ წელსაც იგეგმება, რომ ეს ჰიბრიდული სიმინდი და ხორბლის სხვადასხვა ჯიშები შემოტანილი იქნას. რას ფიქრობს თქვენი აზრით სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რატომ არ აკეთებს ამ პროგრამამ რეალურად არ გაამართლა, რატომ არ ხდება ცვლილება? ბატონო ალექსანდრე, თუ შეიძლება თქვენი კომენტარი. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს რადიო მსმენელებს, ინტერნეტ მომხმარებლებს. პირველ რიგში მინდა გავაგრძელო ბატონ ჟამაზისა და ბატონი მათეს ის თემა, რასაც შეეხებოდა ჰიბრიდული ჯიშის სიმინდთან დაკავშირებით. ეს იყო არა მარტო სახელმწიფოს მიმართ არასწორი პოლიტიკა სოფლის მეურნეობის დარგში, არამედ თავად სოფლის მეურნეობის სამინისტროში არარსებული, იმ ადამიანების უცოდინრობა, რომელმაც ვერ გათვალეს, კარგად ვერ გათვალეს, თუ რა შედეგი შეიძლება მოეტანა ამ სოფლის მეურნეობის თვის ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის შემოტანას. მე მინდა გითხრათ, რომ პირველ რიგში ეს იქიდან გამომდინარეობდა, რომ არასწორი პოლიტიკა ნიშნავს, როცა ქვეყანაში არ გაქვს განვითარებული სათესლე და სანაშენე მეურნეობები, როცა გლეხს არ აწვდის სწორად ინფორმაციას. უკაცრავად ზარია ჩვენთან პირდაპირ. სანამ ზარ შემოვიყვანდეთ, დავამთავრებ უკაცრავად. ეს არასწორი პოლიტიკა გულისხმობს იმას, რომ გლეხებს არ ქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ ამა თუ იმ ჯიშის ინსტრუქცია, ეგრეთ წოდებული ინსტრუქციას და მე ვიტყოდი იმას, რომ ქვეყანაში არ არის აგრონომთა ინსტიტუტი, რაც უმთავრესი იყო, რომ ყოფილიყო და იქიდან გამომდინარე მიიღოთ შესაბამისი ინფორმაცია ამ თუ იმ სათესლე მასალასთან დაკავშირებით. ზარია ჩვენს ეთერში. მოგესალმებით, გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობათ. ერთი შეკითხვა მაქვს უბრალოდ, ეს სიმინდები გენური ინჟინერიის ის იყოს თესლი? გენურით იყო დამზადებული? გაგცემთ პასუხს, მადლობთ ზარისთვის. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ტელეფონის ნომერია 238805, Skype-ით შეგიძლიათ დაგვამატოთ ობიექტივი, ველი თქვენ ზარებს, თუ შეიძლება ბატონო რამაზ. უპასუხებ შეკითხვას ოფიციალური ინფორმაციით, რაც ჩვენ გამოვითხოვეთ და შესაბამისად, რაც საზოგადოებამ იცოდა,
ეს არ იყო გენური ინჟინერებით, აბსოლუტურად ეს ჰიბრიდი არნიშნავს გენური ინჟინერიას, რასაკვირველია ჰიბრიდი არის, ვთქვათ, ჩვეულებრივი გამოყვანილი ჯიში, რომელიც არის სპეციალური პირობებისთვის შექმნილი. თუმცა ალტერნატიული კვლევა ამისა საქართველოში რეალური, ლაბორატორიულად ჩატარებულა და მე ნამდვილად თავს ვერ დავდებ ის იყო თუ არა ესეთ გენური ინჟინერიის პროდუქტი. თუმცა ოფიციალური ინფორმაციით არ ყოფილა გენური ინჟინერიის პროდუქტი, ის იყო ჰიბრიდული, შესაბამისი ესე ვთქვათ, სასოფლო-სამეურნეო შეჯვარების წესით მოყვანილი. ზარია ჩვენს ეთერში კვლავ გამარჯობათ გისმენთ. ანუ ეხლა მე გავიცე გამეთიშა უბრალოდ მე მინდოდა პირველად თქვენ ან ხომეცკას ან არა. საერთოდ ყველანაირი მცენარეა თუ ცხოველია თუ ხეარი თუ ყველაფერი ხო იმის მიხედვით ხარებდება მისი თვისება და მისი ხარისხვა როგორ გარემოშია რა ბუნება რა კლიმატია და ჩვენ კლიმატებში და ჩვენ მიწაწყალზე მოსულია ისეთი ხორბალი სიმინდით თუ კიდევ კარტოფილი ყველაფერი რომელიც ჩვენ იმას შეესადაგება ხო მართალია ეს შემოტანილი რაში გჭირდება ეს ხო სპეციალურად არის გაბედო ჩვენი მშობლიური ჩვენი მიწაწყლის ყველაფერი დავაგდოთ იმას ვქნათ რა ქვია უარყოთ და შემოვიტანოთ ხვისი რაღაცა ეს ხო და ჯერ ის შემცირებები თქვენ რო პროცენტულად ჩამოთვალეთ ეს არის მიზანმიმართული რომ ჩვენ უნდა მიყოთ გამათხოვებული კითხვა თუ გაქვთ დიდი ბოდიში სპეციალურად კეთდება ხალხო მადლობთ კარგად ზანდებოდეთ თქვენი მოსაზრებისთვის დიდი მადლობა ბატონო რამეს ასიტყოდით კომენტარს გავუკეთებდი ვინაიდან კითხვის სახით არ იყო ეს ჩამოყალიბებული რასაკვირველია მართავს ბრძანებს ქალბატონი და ჭეშმარიტებაა რომ უკეთესად გაამართლებს ის კულტურა რომელიც ადაპტირებულია ადგილობრივ გარემოსთან შესაბამისად იმიტომ გეოგრაფიულ მდგომარეობას ეჩვევა მიკროკლიმატს ეჩვევა და ასე შემდეგ მაგრამ ამავდროულად ხაზი მინდა გაუსვა იმ ვითარებას რომ არც სიმინდი და არც კარტოფილი ესე ვთქვათ არ ყოფილა ქართული კულტურა ეს ამერიკის აღმოჩენის შემდეგ შემოვიდა ორივე ამერიკული კულტურა უბრალოდ ადაპტაცია განიცადა ადგილზე და იმაში ვეთანხმები სწორედ რომ ამდენი ხნის განმავლობაში, როდესაც სიმინდი მოყავს თუნდაც კარტოფილი, ის ადაპტაციის განიცდის და შესაბამისად იმ ესე ვთქვათ სხვა კულტურებზე, რომლებიც არის სხვა პირობებისთვის გათვლილი, ანალოგიურად ეს უკეთეს შედეგს იძლევა. უკეთესი იქნებოდა შესაბამისი თანხები დახარჯული იყო თუნდაც ადგილზე, შესაბამისი ჯიშების გასაუმჯობესებლად და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში შედეგი იქნებოდა შესაბამისად ადეკვატური. მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ხალხის დობა ამ შემთხვევაში მომავალ წელსაც ან მიმდინარე წელსაც რო იქნება ანალოგიური პოლიტიკა, ის დობა აღარ ექნება. ხალხი ენდო ამ შემთხვევაში სახელმწიფო გუნდს შესაბამის პოლიტიკას, მაგრამ სამწუხაროდ შედეგი ვერ დადგა ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო და ამ წელს ისეთი არც რეზონანსი არ ექნება. გლეხების უმრავლესობა აბსოლუტურად შეიკავებს თავს, თუნდაც მართლა კარგი ჯიშების შესთავაზებული, მართლა კარგი პოლიტიკა შესთავაზებული. პოლიტიკის წარმატება გარკვეულწილად დამოკიდებულია ნდობის ფაქტორზე. თუ რამდენად ენდობა მას, ესე ვთქვათ, მოსახლეობა ამ შემთხვევაში ეს ნდობის ფაქტორი უკვე დაკარგულია და თუნდაც წარმატებული პოლიტიკაც არ ამგონია რომ წარმატებულად გატარდეს უკვე. ბატონო მათი თქვენ ისაუბრეთ პრობლემებზე და მოსავლის კვეთშეცირებაზე. თქვენი ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი როგორ თulis, ანუ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ დღევანდელი რეალობა შეიცვალოს და უკეთესობისკენ წავიდეს? კი ბატონო, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ასე თქვა თავრობას არ უნდა განავითაროს სოფლის მეურნეობა, რა თქმა უნდა, სურს მას ამის გაკეთება. თქვენ ალბათ ყველამ კარგად ნახეთ თუ როგორ ჩადიოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მინისტრი, ჩამოიტანა იქიდან ასე თქვათ ეს პროგრამა და ასე შემდეგ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მინისტრის ვალდებულება არ უნდა იყოს თესლის ჩამოტანა სიმინდის ამერიკის შეერთებულ შტატებიდან. თქვენ მე ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქვეყანას, სადაც მსგავსი რამ კეთდება. საქმე იმაშია, რომ რაც არ უნდა აკეთოს ამ მთავრობამ, მას საფუძველი აღარ აქვს უბრალოდ სოფლის მეურნეობას არ აქვს საფუძველი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც წინა გადაცემაში მე უკვე ვთქვი, ჩვენი მეურნეობა არის პოსტკომუნისტური მეურნეობა. ეს არის მეურნეობა, სადაც თვითონ მიწა არ არის კერძო საკუთრებაში. ანუ ის ეკუთვნის მისი უდიდესი ნაწილი, ჯერ კიდევ ეკუთვნის სახელმწიფოს, გაუფასურებულია ძირითადი აქტივი, შესაბამისად შეუძლებელია ასეთ ვითარებაში დარგის განვითარება. მე კიდევ ერთხელ ვიმედოვნებ, რომ ჩვენ გვექნება საშუალება მოცემული ტრიბუნიდან ვისაუბროთ შემდგომშიც მოცემულ საკითხზე და განვიხილოთ უფრო დეტალურად ის ძირითადი პრობლემები, რაც გააჩნია დარგს. გარდა ამისა, თვითონ მსმენელს დარწმუნებული ვარ აინტერესებს ბოლო 10 წლის განმავლობაში მე შევეხე უშუალოდ მცენარეობას და უშუალოდ წარმოებული პირუტყვის და ფრინველის სულადობა როგორ მდგომარეობაშია. ავიღოთ ღორი. 450.000-დან შემცირებულია სულადობა 135.000-მდე ბოლო 10 წლის განმავლობაში. ფური და ფორგამეთში 700.000-დან 530.000-მდე.
ცხვარი და თხა 700.000-დან 670.000-მდე. ფრინველი 9 მილიონი ბრთიდან შემცირდა 7 მილიონ ბრთამდე. ანუ პრაქტიკულად ეს ყველა მონაცემი არის აბსოლუტურად ლოგიკური. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის პოსტკომუნისტური მეურნეობა, სადაც ჯერ კიდევ მიწა არის სახელმწიფო საკუთრებაში, შესაბამისად ბაზარზე ჭარბი მიწოდების გამო მიწის გაუფასურებულია დარგის ძირითადი აქტივი და სანამ დარგის ძირითადი აქტივი იქნება გაუფასურებული, ანუ მეურნეობას არ ექნება ქონება, წარმოუდგენელია მოცემული დარგის განვითარება. რაც არ უნდა პროგრამა შეიმუშავოს სამინისტრო, რომელიც დარწმუნებული ვარო, რომელსაც სურს რეალურად განავითაროს, მაგრამ შედეგი ყველა ხედავთ. ზარია ჩვენს ეთერში, მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა. ესე იგი, მეორე უსმენთ თქვენს სტუმარს და მიწის გაძვირება უნდა და მე ასეთი წინადადება მაქვს, რომ მიწა რო გაძვირდეს. აი ესე თქვენ ამბობთ, რომ სახელმწიფოს აქვს და ესე იგი სახელმწიფოს აქვს და ჭარბი რაოდენობით აწვისო და აი მაშინ ესე გადაუკეტოთ სახელმწიფომ არ მიცეს საშუალება გაყიდოს დაუშვათ რა. რომ ესე იგი ბაზარზე არ შემოვიდეს მიწა და აიწევს თუ არა მიწის ფასი და თუ აიწევს მაშინ თქვენ როგორც გინდათ ისე განცდის რა ქვია მოხდება თუ არა შემდგომში მიწის ფასის აწევის შემდეგ მისი დამუშავება. აი ეს ექსპერიმენტი ჩავატაროთ და 20 წელი აუგზავნოთ სახელმწიფომ გაყიდოს მიწა. ხო დეფიციტი ხო შეექმნება მიწის. ესე იგი მოხდება ის ქვერას გინდა რა დეფიციტი იქნება მიწას გაძვირდება და ნახოთ აბა სოფლის მეურნეობა იმუშავებს თუ არა. და დარჩენილი სახელმწიფო მიხედოს დაამუშავოს როგორმე და აბა ეს თქვენ როგორ მოგცემთ ეს აზრი რა. მადლობ ზარისთვის, შეგახსენებთ რომ ჩვენი ნომერია 2388 Skype-ით შეგიძლიათ დაგვამატოთ ობიექტივი, დაგვიკავშირდით. ბატონო მათე პასუხი აინტერესებს ჩვენთვის თუმცა სიამოვნოა, როდესაც ასეთი მსმენელი მყავს, ანუ წინა გადაცემაზეც გვისმენ და დღესაც ფრიად სასიამოვნოა, პირდაპირ მინდა გითხრათ. და სხვათა შორის არ არის თვალ ლოგიკას მოკლებული ის მიდგომა, რომ მოდი რახან ჭარბი მიწოდება ბაზარზე, შევწყვიტოთ მიწის მიწოდება და ვნახოთ ასე ვთქვათ, გაიზრდება თუ არა ფასი. ამის საჭიროება პრაქტიკულად არ არსებობს. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ეკონომიკაში არსებობს ერთი მოლოდინის, ასე ვთქვათ, ფაქტორი, რომელიც აბსოლუტურად უარყოფითად იმოქმედებს კვლავ მიწის ფასზე. ანუ, სანამ კერძო სექტორს ეცოდინება, რომ არის სახელმწიფო განკარგულებაში არსებული უზარმაზარი ქონება, რომელიც შეიძლება გამოვიდეს კვლავ ბაზარზე, კვლავ ეს შეუშლის ხელს, ასე ვთქვათ, ფასის ზრდას, მაგრამ მე ვერ ხვდები, რაში ჭირდება სახელმწიფოს მიწა, ანუ რისთვის ვიქმნით დამატებით პრობლემებს, რომელიც აბსოლუტურად მას არ ჭირდება. ანუ თქვენ ვერავითარ შემთხვევაში უნდა შევეგუოთ ჩვენ შემდეგ მოცემულობაზე სახელმწიფო ვერ დაამუშავებს მიწას. მას ამის ას რესურსი გააჩნია, არც მენეჯერები ყავს და ბოლოს საბაზრო ეკონომიკა არ მოითხოვს იმას, რომ სახელმწიფო ამუშავებდეს მიწას. მე ვერ ხვდები რაში არის წინააღმდეგობა, რომ სახელმწიფომ ეს მიწები დაარიგოს კერძო საკუთრებაში. ბოლოს გადაასცეს ეს მიწები კერძო საკუთრებაში საკუთარ მოქალაქეებს. არანაირი წინააღმდეგობა ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია თუ სად მოვდივართ აქ წინააღმდეგობაში. კიდევ ერთხელ ვიმეორო, ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ სახელმწიფო ვერასდროს უკვე რეალობიდან გამომდინარე ვერ დაამუშავებს მიწებს, მას არ მოეთხოვება ამის კეთება და ბოლოს კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო არის ცუდი მენეჯერი. მიწა ჭირდება კერძო სექტორს და მან უნდა განავითაროს მოცემული დარგი. ზარია ჩვენს ეთერში, მოგესალმებით, გისმენთ? მოგესალმებით. აი ახლა თქვენ რომ განეთ რომ სახელმწიფოს არ ჭირდება მიწები. ნამდვილად გეთანხმებით, იმიტომ რომ ისეთი სახელმწიფო ყავს, რომელსაც მიწები კი არა, საერთოდ აღარ საქართველოს ხალხი არ უნდა. და რაზეა ლაპარაკი. ახლა მე თვითონ ვარ აფეთიდან. და იმისთან ადგილმამულის პატრონი ვარ, რომ ჩვენი თვით პროცა ამიტომდება ამოჭრები. ძალიან დიდი შემოსავალი ხდება. ხორბალი, სიმინდი, ყველაფერი და იმისთან მთელი კახეთის ყველა მოსახლეობა არის. ეხლა დგანან და ამ მიწებს ჩინელებს აწევენ. ბატონო, კითხვა თუ დიახ, და ახლა მომიშენებს და თანაც ისე აწევენ, რომ მე იქ რა ქვია, არ შეგიქებიან ამ წერზე მოსახლეებს. ყველაზე დიდი დანაშაული რაც არის, რატომ უნდა გაყიდოს ჩინელზე, როცა დაადასმე შენი მოსახლე მიესი მას მანქანა ტრაქტორები დატოვი მიესი და თვითონ ისეთი მეურნე და ჭკვიანი ხალხი ყავს ქართველი ხალხი რომ არაერთი დახმარება არასოდეს არ სჭირდებოდა და ახლა მithumedes ჩინელები და ის ვიღაცა ტაილანდელები რაში სჭირდება მე გეკითხებთ ახლა თქვენ რა აზრით გძანდებით მადლობთ, კარგად ზანდებოდეთ. ბატონო რამას თუ შეიძლება უპასუხეთ. კი ბატონო, აუცილებლად ამაზეც გავაკეთებ კომენტარს, უბრალოდ წეღან ზარი შემოვიდა და მეც მინდოდა მესაუბრა, ბატონმა შეკითხვა დასვა, რომ შეგვეძლო, ასე ვთქვათ, მიწები გაგვეჩერებინა, სახელმწიფოს გაეჩერებინა, შესაბამისად რაღაცა ბალანსი შეექმნა.
უპირველეს ყოვლისა დავიწყებ იქიდან და მე ამ ბატონს უპასუხებ ასე, რომ ჩვენი მთავარი მიზანი ამ შემთხვევაში ის კი არ არის, რომ აუცილებლად მიწაზე ან ხელოვნურად ან რამენაირად ფასი ავწიოთ. პირიქით. თავარი არის პირველ რიგში გადავიდეს კერძო საკუთრება. ნომერ პირველი პრობლემა არის კერძო საკუთრება და მე რა საკვირველია ის თავის რეალურ ფასს აუცილებლად იპოვის. ეს ერთი. მეორე მხრივ, კი ბატონო, გამოვაცხადოს მორატორიუმია თუ რაღაცა გავაჩეროთ ეს მიწა. რატო ვაჩერეთ? მიზეს ვერ ხედავ. ხატოვნად რო ვთქვათ, ეს იგივე არის, აი ერთნავშიზის სახელმწიფო და კერძო ესე ვთქვათ სექტორი. 4 ნიჩაბი აქვს ამ ნავს. და ვამბობთ, რომ 2 ნიჩაბი მის ნაცვლად რომ კერძო ჩავაბაროთ ხელში, ამოვიღოთ და ჩავდოთ ნავში და კერძო მოუსვას 2 ნიჩაბით თუ გააღწევს ფონს გააღწევს. აი ამას გავს რომ გავაჩეროთ ეს რესურსი უქმად და იყოს ის გაჩერებული. ანუ არ შეიძლება ამის გაჩერება, ჯობია გადავცეთ კერძო რესურსს, რათა ამ ნავით დროულად გადავიდეთ მეორე სანაპიროზე. მეორე სანაპიროზე ჩემო ბატონებო ხატოვნად რო თქვა არის ეგრეთ წოდებული საბაზრო ეკონომიკა. მივალთ იმ სანაპიროზე, მერე დაიწყება განვითარება, რეალური ფასი დაედება ყველაფერს. და შესაბამისად ეს ფასები განსაზღვრავს მერე უკვე შესაბამის საინვესტიციო ფონდსაც, შესაბამის რენტაბელობასაც, თუ რა არის საჭირო სოფლის მეურნეობის დარგში თუ ეკონომიკაში, ტექნიკა დანადგარებით თუ ასე შემდეგ მრავალი ინსტიტუტი ზუსტად აქედან მოდის. ანუ ჩვენი აპრიორი ის კი არ არის და გვინდა არ გვინდა ხელოვნურად ამის წინ ერთ-ერთმა ოპონენტმა მითხრა რომ სახელმწიფომ თქვას რომ ამაზე ნაკლები არ ღირდეს მიწა. ნუ ეს ახლა დირექტიული ჩარეებაა და არანაირად არ შეიძლება სახელმწიფომ რო თქვას, იმიტომ მისი ფასი იგივე იქნება, არაფერს არც არ მოიტანს ეს. უბრალოდ გადავა ეს სფერო უფრო ჭრილოვანი გახდება და მეტი არაფერი. იმიტომ ეს პირდაპირ ეწინამდეგობა ამ შემთხვევაში საბაზრო ინსტრუმენტებს. მადლობთ. ზარია ჩვენს ეთერში მოგესალმებით. ალო, გამარჯობა. მიწის პრივატიზებასთან დაკავშირებით საუბრობთ და პრინციპულად აი მეორე გისმენთ უკვე და რაღაც ეს კითხვიანი ხო არ არის მიწის გასხვისება ეს საკუთარ მოქალაქეებზე იქნება თუ სხვაზე იქნება. ჩვენ მოსაკუთარ მოსახლეობასაც რო დავარიგოთ მიწა თუ არ არსებობს წინა მოსამზადებელი პერიოდები ეს ტექნოლოგიები თუ არ არსებობს ის ხალხიმიკატები და შესაბამისი ბაზა აგროსამრეწველო პოტენციალი გასაღების ბაზარი ეს დარიგებული მიწაც ხო ვიღაცას ხის ხელში გადავა ვისაც ის გასაღების ბაზარი და დამუშავების თავი ექნება კითხვიანი ხო არ არის საქართველოს გაყიდვა რა დიდი მადლობა ზარისთვის. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნომერია 2388 Skype-ით შეგიძლიათ დაგვამატოთ ობიექტივი. ბატონო რამაზ, ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ ზუსტად ამაზე, იგივე კითხვა მქონდა მეც. თუ შეიძლება ამ ბატონს უპასუხეთ. განმეორდები და პირდაპირ ვიტყვი, რომ ნამდვილად არ არის ჩვენი თვითმიწოვნის საქართველოს გაყიდვა. ვის ეკუთვნის საქართველოს? საქართველოს ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს. და აქვე აპრიორი ეს მიწა უნდა გადაეცეს რასაკვირველია საქართველოს მოქალაქეს და არავის სხვას. ვერც მომავალში ვერავინ ვერ შეიძენს კერძო საკუთრებაში ამ მიწას. სხვა საკითხია სამართავად, თუ მე ეს კერძო მესაკუთრე დაუთმობს თქვა 20 წლით და ასე შემდეგ. საიდან მოვა ეს ხამქიმიკატეკები თუნდაც დანადგარების ესენი მოვა ინვესტიციებისგან ჩემო ბატონო და ინვესტიცია ამ შემთხვევაში შემოვა შუალედურ გოლში მაგალითად თუ არის ჭარბი ესე ვთქვათ კიტრის წარმოება ან კიტრის წარმოება არის განვითარებული იმ წნილების ქარხნა რომ დაიდგება ან თუ ამ დაგვარი რაღაცა ის არის შუალედური გოლი იმაში შემოვა ინვესტიციები შესაბამისად ის უკვე მიაწვდის ამას ყველა იმ საჭირო რესურსს რათა პროდუქცია მიიღოს მერე ესია საბაზრო ეკონომიკა აწყობილი და ამ რეალობას ვერსად ვერ წაუვალ ანუ ზუსტად ამიტომ ამბობთ რომ კერძო საკუთრების გარეშე საბაზრო ეკონომიკაზე ფიქრიც კი ზედმეტია. მაშინ თქვათ რომ ეს არ გვინდა ეს მოდელი, არ გვინდა დემოკრატია, არ გვინდა საბაზრო ეკონომიკა, არ გვინდა თავისუფლება და არც ეკონომიკური თავისუფლება. კი ბატონო, ესეც გითხარით და ჩვენ როგორც ეკონომისტები საზოგადოებამ გადაწყვიტოს, ქართულმა საზოგადოებამ გადაწყვიტოს. ჩვენ როგორც ეკონომისტები შესაბამის რეალობაზე მორგებულ საუკეთესო მოდელს შემოგთავაზებთ ამ შემთხვევაში, მაგრამ თუ კურსი არის დაჭერილი საბაზრო ეკონომიკისკენ და იმ ფასეულობისკენ, რასაც სოფლიო აღიარებს, ამ შემთხვევაში ერთადერთი გზა რო ეს განავითაროთ და მისი საფუძველი არის კერძო საკუთრება. კერძო საკუთრება არ გვექნება ეკონომიკა. ეს არის ამის თავარი ესე ვთქვათ პასუხი. ბატონო ალექსანდრე, ხო არ ხედავთ საფრთხეს თუ მიწების პრივატიზება მოხდება და კერძო საკუთრებაში გადაცემა, რომ იაფი მიწები გადავა უცხო მოქალაქეების ხელში, სხვა ქვეყნის მოქალაქეების ხელში და როგორ უნდა დარეგულირდეს ეს, რომ არ მოხდეს სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიწასთან დაკავშირებით გაგცემდით პასუხს მე მინდა ჩვენს მსმენელებს შევახსენო რომ დღეს არსებული მდგომარეობა სოფლის მეურნეობაში არის ძალიან კატასტროფული. დღეს დანგრეულია და განადგურებულია სოფლის მეურნეობა და ეს იქნა გამომდინარე რომ ქვეყანაში არ არსებობს
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ჩვენ გვყავს აგრარული მთავრობა, არ არსებობს აგრარული პოლიტიკა სოფლის მეურნეობასთან მიმართებაში. ის პოლიტიკა, რომელიც განავითარებს სოფლის მეურნეობას. ის ბიუჯეტი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის არის გაწერილი, ეს არის წყალში გადაყრილი ფული. ამით ჩვენ ყოველწლიურად ვერ ვაშენებთ ვერცერთ პრიორიტეტულ დარგს. თუმცა არ არსებობს გამოკვეთილი დარგები სახელმწიფოს მიერ რომ იყოს რომელიმე დარგის მშენებლობა, თუნდაც ყოველწლიურად რამოდენიმე დარგის მაინც. ეს არ არსებობს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ სახელმწიფო ვაიძულოთ, რომ დაგვიდოს სქემა სოფლის განვითარების. როგორ ხედავს ის სოფლის განვითარებას? დღეს ქვეყანას არ გააჩნია სტრატეგიული ნიშნულობის გეგმა. ეს არის სოფლის მეურნეობის განვითარების. ეს არის ყველაზე ცუდი ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ არ იციან რა უნდა გააკეთონ დღეს სოფლად. დღეს დამიჯერეთ, რომ გლეხსაც სოფლად მყოფ საზოგადოებასაც ჭირდება გადამზადება. გადამზადება ეს ნიშნავს, ეს ცუდად არ გამიგოთ, პირდაპირ მნიშვნელობით ეს არის ახალი ტექნოლოგიების დანერგვა სოფლად, შემუშავება და ასე შემდეგ. იმ ადამიანს ჭირდება იგივე აგრონომთა ინსტიტუტი, რომელიც გააცნობს თავის ხედვას, რომელიც გააცნობს სოფლიო განვითარების პიკს აღწევს, პიკზე დგას, მიმდინარეობს ტექნოლოგიური განვითარებები და ჩვენთან დღეს გლეხს ისევ თოხი და ბარი უჭირავს და ამით ამუშავებს მიწას. არ შეიძლება. უნდა შემოვიდეს თანამედროვე ტექნიკა აუცილებლად. სოფლის მეურნეობა დაფუძნებული უნდა იყოს თანამედროვე ტექნიკაზე, თანამედროვე აპარატურაზე, რომელიც განავითარებს და პირდაპირ განვითარებას მისცემს სოფლის მეურნეობას. ზარია ჩვენს ეთერში განვაგრძოთ, ეს არის ზუსტად იმ კერძო სექტორთან მიმართებაში, რომელსაც კერძო სექტორი აკონტროლებდეს და არა სახელმწიფო, როგორც წეგან ბატონმა რამაზმა ისაუბრა. ზარია ჩვენს ეთერში, მოგესალმებით, გისმენთ? გამარჯობა. მაინტერესებს რამდენი ათასი ეკონომისტი ყავს საქართველოს და მათ შორის რამდენია ჭკვიანი? მადლობთ ზარისთვის. ბატონო ალექსანდრე, თუ შეიძლება უპასუხეთ? ძალიან საინტერესო კითხვა არის, მაგრამ ეს ალბათ თქვენ სტატისტიკის დეპარტამენტში უნდა გაარკვიოთ, იმიტომ რომ ალბათ ათასობით ადამიანი ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს ეკონომიკის განხრით და ალბათ თქვენ სტატისტიკის დეპარტამენტი უფრო დაგეხმარებათ ვიდრე ჩვენ. ბატონო რამეს, თუ შეიძლება განვაგრძოთ საუბარი. ძალიან მოკლედ უპასუხე, იმიტომ თემატიკაც ცოტა მომსწარია საუბარი, მაგრამ ვიტყვი რომ ძალიან ბევრი ყავს, იმიტომ რომ ყველაზე მეტი იურისტები და ეკონომისტები არიან საქართველოში უმაღლესი განათლებით. მაგრამ რამდენია ჭკვიანი, სამწუხაროდ ალბათ ცოტანი, იმიტომ რომ შეუძლებელია ჭკვიანი ესე ვთქვათ ეკონომისტები ყავდეს და ესეთი ეკონომიკა გქონდეს. მადლობთ. მადლობთ. ბატონო მათე, თუ შეიძლება განვაგრძოთ, თქვენ სტატისტიკას გვაცნობდით, როგორი კლებადობა არის თუ არა კიდევ სავალალო მდგომარეობა თუნდაც სხვა დარგებში სოფლის მეურნეობის? კი ბატონო, მე თუ თქვენ ნებას მომწემთ, წინა მსმენელს უპასუხებ, რომელსაც თქვა რომ საქართველოს გაყიდვა ხო არ არის თვით მიზანი, მინდა გითხრათ რომ საქართველოს ვერც ვერავინ ვერ იყიდის და ვერც ვერავინ ვერ გაყიდის, იმიტომ რომ საქართველო არ იყიდება. საქართველოს მანამ იქნება ჩვენი ქვეყანა, სანამ თუნდაც ერთი ქართველი მის მიწა-წყალზე დაიარება და ამ ასე თქვათ მსგავს საკითხებზე საუბარი უბრალოდ არ ღირს. რაც შეეხება წმინდა ეკონომიკური კუთხით, მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ დარგს, რომელიც ძირითადი აქტივი არის გაუფასურებული. ის არ იყიდება, ანუ არ არის ყიდვა გაყიდვის ობიექტი, ანუ ეკონომისტების ენაზე რო ვთქვათ, არ არის ლიკვიდური და დარგი განვითარებულია. ასეთი დარგი არ არსებობს და ჩვენი მიზანი არის სწორედ აი ეს, რომ გაიზარდოს, გაძვირდეს დარგის ძირითადი აქტივი, იგივე მიწის ფასი გაძვირდეს, მიწის ფასმა აიწიოს მაღლა, მიწა გახდეს ლიკვიდური, ყიდვა გაყიდვის საგანი გახდეს, იგივე კერძო სუბიექტებს შორის არაფერი დაშავდება იმით, თუ დაუშვათ მე გავყიდი მიწას და იყიდის მიწას რამაზიან თუნდაც თქვენ. შესაბამისად, სანამ დარგის ძირითადი აქტივი არ გაძვირდება და ის არ გახდება ლიკვიდური, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჭკვიანი ეკონომისტების გასაგონად და არა უჭკვი ეკონომისტების გასაგონად, რომელიც ალბათ მრავალი ათასი ყავს საქართველოს. წარმოუდგენელია დარგის განვითარება. შეუძლებელია უბრალოდ და ამით ასე ვთქვათ, პასუხს გავცემ მეორე მსმენელსაც. ზარია ჩვენს ეთერში, მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა. შეიძლება ქვეყანას ავდეს სოფლის მეურნეობის მინისტრი ექიმი. თუ შეიძლება მე პასუხობთ.
მადლობ ზარისთვის. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ტელეფონის ნომერია 2388 Skype-ით შეგიძლიათ დაგვამატოთ ობიექტივი. ბატონო ალექსანდრე, თუ შეიძლება უპასუხეთ. მე გავცემდი, მე მინდა უთხრა ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენი კანონმდებლობიდან გამომდინარე, არ არის სავალდებულო, რომ სახელმწიფო ანუ დაწესებულების ხელმძღვანელი იყოს იგივე იმ თანამდებობაზე, თუნდაც მინისტრს რაც შეეხება, ექიმი ან აგრონომი, არ არის აუცილებელი იმ დარგის სპეციალისტი იყოს, როცა მას უნდა ყავდეს ირგვლივ ყოფები, ზუსტად იმ დარგის სპეციალისტები, რომლებიც მას მიაწვდიან ინფორმაციას. ეხლა დღეს ჩვენ რო ვივარაუდით, რომ დღეს ჩვენ ყავს არასწორი პოლიტიკის გამტარებელი სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეს არ უნდა გაგვიკვირდეს დღეს, იმიტომ რომ დღევანდელი სოფლის მეურნეობის მდგომარეობა ყველამ კარგად ვიცით, ყველას კარგად მოგეხსენებათ რა მდგომარეობა არის. იგივე სასურსათთან დაკავშირებით, სასურსათო პოლიტიკას მე მინდა შევეხო, რომ დღეს სასურსათო პოლიტიკა ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს. აბსოლუტურად შიდა წარმოება გაჩერებული არის 85% ადგილობრივი ბაზრის არის იმპორტირებული პროდუქცია. და მოდით ვთქვათ, ხვალ რომ რაღაცა პოლიტიკიდან, ანუ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს პრობლემა შეექმნას სასურსათო უსაფრთხოების, ანუ სასურსათო კრიზისის შემთხვევაში. რას ვაკეთებთ, რას ვჭამთ? აი მე მინდა ეს საზოგადოებას უთხრათ. ანუ რით უნდა გამუკვებოს ამ ხელისუფლებამ საზოგადოება, როცა მაშინ ქვეყანაში არ არსებობს სასურსათო მარაგი. დიდი ბოდიში ზარია ჩვენს ეთერში. მოგესალმებით, გისმენთ. გამარჯობა თქვენთან. გამარჯობა. დიდი ბოდიში. მე აი ცოტა დაგვიანებით ჩავთე რადიო და ამ ეთერიდან მომესმა რომ მიწაო ეკუთვნისო საქართველოს მოქალაქეებსო. თუ ეს ასია, მაშინ რატომ იყიდება მიწები არაბებზე? მე ასეთი კითხვა მაქვს. რატომ იყიდება მიწები ინდოელებზე, ჩინელებზე და 1000 სხვა ჯურის ხალხზე? ეს ერთი. მეორეც ადვილად მისახვედრია ყველასთვის, რომ წამდაუწო მურიგებენ საქართველოს მოქალაქეობას. ხშირ შემთხვევაში ათასობით ადამიანებს. შეიძლება გუშინდეს მოქალაქეობა მიღებულ ადამიანს, ესე იგი მიწის ყიდვის უფლება მიეცეს? ნაპატიეთ, მადლობთ. მადლობთ ზარისთვის. ბატონო რამეს თუ შეიძლება უპასუხეთ ქალბატონს. საინტერესო შეკითხვა იყო და ეს შეკითხვა ხშირად ისმის, რა საკვირველია. რა საკვირველია, ვერ იყიდის ვერც არაბი, ვერც ინდოელი, ან ნებისმიერი უცხოელი ქვეყნის მოქალაქე, როგორც ესეთი თავის პირად საკუთრებაში, ანუ კერძო საკუთრება ვერ გახდება, თუ მას არ აქვს შესაბამისი იურიდიული პირი ჩამოყალიბებული საქართველოში და მის ბალანსზე ჯდება შემდგომ ეს რესურსი. მაგრამ აქ სხვა რაღაცაშია საქმე. ვინ ყიდის? დამისახელოთ ერთი კერძო ესე ვთქვათ მესაკუთრე, რომელმაც მიყიდა თუნდაც ესე ვთქვათ რეზიდენტი ფირმების წარმომადგენელს. არც ერთი ეს კერძოს ხრიდან არ იყიდება, ეს იყიდება სახელმწიფოს ხრიდან. ეს ერთი. რაც შეეხება მოქალაქეობას ურიგებთო. მაშინ უნდა აღმოუფხრათ მოქალაქეობის დარიგების სისტემაში ხარვეზი და ეს არ შეიძლება. თუ მოქალაქე გახდა და მე მას რაღაც უფლებაში ვზღუდავთ, მაშინ გამოვდივართ, რომ რაღაც სისტემაში გვაქვს ხარვეზი. სანამ მოქალაქე გახდება, მანამდე უნდა იყოს შეზღუდვა თუ არა. მე ვეღარ ჩავაყენებ და ვერც ერთი ადამიანი, ეს ჯერეთი და არის არადემოკრატიული ნაბიჯი და არაცივილური, რომ მოქალაქეობა მიიღო და დისკრიმინაციურად მიუდგე, იმიტომ რომ ის არის ესე ვთქვათ, სხვა ერის წარმომადგენელი, სხვა ენაზე საუბრობს და ასე შემდეგ. მანამდე უნდა იყოს ეს მექანიზმი ჩადებული თუ მე აღარ შეიძლება. ეს მეორე. ხოლო თუ ეს იქნება კერძო საკუთრება ჩვენი მოქალაქეების, ამ შემთხვევაში არა თეთრებად და ასე ვთქვათ, რაღაც ცენტებად გაიყიდება ეს მიწა. არამედ იმ მოქალაქეს თავისი ფასი ექნება დადებული და ეს პირდაპირ მოხმარდება ჩვენს მოქალაქეს. იმათგან გაღებული თანხები. მათ შორის მე ვახსენე, რომ ვერავინ უცხო ქვეყნის მოქალაქე მაგას ვერ იყიდის. მაქსიმუმ შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ჩამოყალიბებულმა იურიდიულმა პირმა მართვის უფლებით აიღოს 20 წლით 30 ეს დადგინდება თუ კანონშიც იქნება ჩასადები, ჩადებს. ან თვითონ გადაწყვეტს ამას კერძო მესაკუთრე რამდენი წლით მიცეს მას იჯარით. ვინ მიიღებს აქედან შემოსავალს? უპირველეს ყოვლისა საქართველოს მოქალაქე. ვის გაუჩნდება სამუშაო ადგილები? პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებს. ვის ექსპორტში ჩაითვლება და ვის ბაზარს მოამარაგებს? პირველ რიგში ქართულ ბაზარს. აი ეს არის თავარი. ზარია ჩვენს ეთერში, გამარჯობათ, გისმენთ. გამარჯობათ. შილო ძალიან დიდი ბოდიში შეკითხვა მაქვს თქვენთან.
თქვენ კი ბრძანებთ რომ 20 წლით გადაერჩემა იჯარით ეს მიწებიო, მაგრამ მაგი არსად არ ვიცით. ჩვენ ხალხი დადის ესეთი ხმები რომ იყიდება საქართველოს მიწები უცხოელებზე და მე გეკითხებით ახლა ჩინელი რომელიც ესე დახარბებულია მიწას და ფაქტ საერთოდ იყიდის აქ ჩვენთან მიწებს. მე ის საქართველოს არ იყიდებაო ამბობთ კიდე ამის შემდეგ. ეს საქართველოს გაყიდვა არის თუ არა მიპასუხეს როცა უცხოელებზე იყიდება მიწები. თქვენ ამბობთ არ იყიდება. ხალხში დადის არის ესეთი ინფორმაცია რომ იყიდება. მადლობთ. მეორე ზარია ჩვენს ეთერში, გისმენთ, გამარჯობათ. გამარჯობათ. მოგესალმებით. მოგესალმებით. სტუმრებს თქვენს ბატონ ალექსანდრეს მივესალმები, ბათუმი და ვლეკა. რა დროს მიწების გადაცემაზე ხალხო აგერ ნახოთ ჩამოდით და ნახეთ პიტერი გეუბნებით ხალხს გაფორმებული სამოქალაქო რეესტრი გატარებული მიწები 2003 წლის მერე ჩამოერთვათ გენაცვალე და მზადდება ალბათ რომ ხალხ პლანტაციები ქონდა იქ რაღაცა თესავდა თუ რაღაცა მოყავდა და იქ გაქონდა ბაზარში მანდარინი იყო, სიმინდი იყო თუ კარტოფილი თუ რაცა ვინ როგორ ამუშავებდა ამას. დღეს უკვე ჩამორთმეულია და არის სახელმწიფო იმაში და კაჩშვილი არა დღეს გიგობით მისი პატრონი. მე მგონი უფრო სახელმწიფო პატრონებს ამზადებს გასაყიდად და მეორე ასეთი კითხვა მაქვს რომ მაგალითად რომ ქვეყანაში რაც რო პროდუქცია მზადდება მაგალითად თუ მოდის კარტოფილი ხო მოყავს კარტოფილი მოყავს ხახვი ლეხს მუშაკავს ვიღაცას ქარხანა გააკეთებული და ამზადებს ხილბოსნეულის კონსერვებს თუ რაღაცებს ბოდიში და სალფეტკებს რო ამზადებს სალფეტკე და ხელშემამშრალებელი რო არის ესეთი ასეთი შემოტანა რო აიკრძალოს საზღვარგარეთთან მაგალითად თურქეთიდან უკრაინიდან სხვა ქვეყნებიდან თუ შემოხო თვითღირებულებაზე მეტი უნდა იყოს და არა საქართველოს წარმოებულ ნაწარმოებზე დაბალი ფასი არ უნდა იყოს. მე მგონი ამას უნდა მიექცეს დიდი ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან რომ ის გლეხი კაცი თავის კარტოფილს რომ მოიყვანოს ისე ბატონო კითხვა თუ გაქვთ კონკრეტული რო დასვათ ჩვენ სტუმრებს ამასთან და ეს მინდოდა რომ მეთქვა რომ თუ შეიძლება და რას გამოიწვევს ესა ეს დღეზე ხარ არ იქნება, მაგრამ დროთა განმავლობაში რა მოხდება? მადლობთ ზარისთვის. შეგახსენებთ რომ ჩვენი ტელეფონის ნომერია 2388 Skype-ით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, დაგვამატეთ ობიექტივი. ბატონო ალექსანდრე, გაიცით კითხოთ შეიძლება კითხვაზე პასუხი. მოგესალმებით თქვენს რადიო მსმენელს. მე მინდა გავცე პასუხი იმ ადამიანს, რომელიც ამბობს რომ ჩვენ რამე აკრძალვები უნდა დავაწესოთ რომელიმე ქვეყნის პროდუქციასთან დაკავშირებით. არა, ჩვენ ვიქნებით არასწორნი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ქვეყანა, ჩვენ თუ გვინდა რომ საერთაშორისო ბაზარზე გავიდეთ, ჩვენ არ უნდა ვკრძალავდეთ ნების რომელიმე ქვეყნის პროდუქციას. პირიქით, ჩვენ უნდა ვაწარმოებდეთ კონკურენტუნარიან პირობებში კონკურენტუნარიან პროდუქციას, რომელიც ადგილობრივ ბაზარზეც კი კონკურენტუნარიანი იქნება რომელიმე იმპორტული პროდუქციის. მე ამ კუთხით შემიძლია ვთქვა, რომ აკრძალვასთან მიმართებაში ცოტა ჩვენი მიდგომა წინააღმდეგობაში მოვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართებაში. თუმცა ამ მხრივ სახელმწიფომ 2 დღის წინ პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომ საქართველოში წარმოებულ პროდუქტებზე მოგების გადასახადი უნდა მოიხსნას, რას გამოიწვევს ეს ყოველივე და რამდენად კარგია იგივე ქართული პროდუქციისთვის. ზარია ჩვენს ეთერში, გამარჯობათ, გისმენთ. მოგესალმებით. თქვენ ახლა ახსენეთ ეკონომისტები უჭვიანები რო იყვნენ, სოფლის მეურნეობა დღეში არ იქნებოდაო. თქვენ მართლა სერიოზულად ვფიქრობთ იმას, რომ ეკონომისტებია დამოკიდებული, ეს ხომ სახელმწიფოს ნება, მისი მიმართულება, თუ ეს არ დაკავდა, არ დაფინანსდა სოფლის მეურნეობა და არ დაფინანსდა ასევე ეკონომისტები, რას გააკეთებენ ეკონომისტები ცალკე. ალბათ, სწორედ სოფლის მეურნეობის სამინისტროზე იყო საუბარი. ამ შემთხვევაში და არა ეკონომისტებზე. ბატონო რამეს თუ შეიძლება უამრავი ზარი დაგვიგროვდა და შესაბამისად დავიწყებთ ქრონოლოგიურად. ბატონმა ახსენა ძალიან მნიშვნელოვანი თემა, წეგან როდესაც იყო უშუალოდ მიწების ჩამორთმევაზე და მე როგორც ეკონომისტი და როგორც საქართველოს მოქალაქე ამას დავარქმევდი პირდაპირ ვანდალურ აქტს. არ შეიძლება როგორც ადამიანის სიცოცხლე არის, არ შეიძლება რომ იყოს ხელყოფილი, ასევე ეკონომიკისთვის. არ შეიძლება ხელყოფილი იქნეს კერძო საკუთრება, ვინაიდან ის არის უზენაესი.
ამით ვანგრევთ უპირველეს ყოვლისა ეკონომიკას, მე შესაბამისად გვაქვს სიდუხჭირე და რაც საკვირველია, მე იმ ადამიანის სიცოცხლეზე აისახება. აქედან გამომდინარე, კერძო საკუთრებაში პირიქით უნდა მივცეთ, აქეთ კი არ უნდა წავართვათ. ანუ ეს არის ძალიან ცუდი მდგომარეობა და ესეთი მრავალი ფაქტი თუ დაგვიროვდა, მე სამწუხაროდ მე გვიკვირს ინვესტიციები რატომ არ შემოდის და ასე შემდეგ. მაგრამ ერთადერთი გარანტი იმისა, რომ კერძო საკუთრება იყოს დაცული, არის მისი დივერსიფიცირება. ანუ რას ნიშნავს? დაუშვათ რაღაც ნივთი, ავიღოთ სკამი, სიტყვაზე ვთქვათ, სკამზე, როდესაც მე პატრონი, ანუ მე საკუთრე არის მხოლოდ ერთი ადამიანი, ის რისკი რომ ის იქნება ხელყოფილი მეტია, მაგრამ თუ მას წილობრივად ეყოლება, თქვათ და 100 მე პატრონე, ამ შემთხვევაში მერწმუნეთ რომ არავის არ გაუხარდება იმას ადამიანს დაუპირისპირდეს. ანუ ამ კუთხითაც ნიშნავს იმას, რომ ეფექტური იქნება, როდესაც ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს მივცემთ, საკუთრება იქნება დივერსიფიცირებული, არა ესე ვთქვათ, რამოდენიმე პიროვნებაზე, ან რამოდენიმე ასეულ პიროვნებაზე, არამედ ათასობით პიროვნებაზე იქნება გადაცემული ანალოგიური წესით და მერწმუნეთ რომ ათასობით პიროვნებას მე უკან ვერავინ ვერ მოთხოვს ამ მიწაზე, იმიტომ რომ ის იქნება კერძო საკუთრებაში გადაცემული. ანუ ეს არის თავარი აპრიორი და პირობა. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ ეკონომისტებზე იყო შესაბამისად საუბარი. ეკონომისტებმა უნდა დადონ, ხალბატონს უპასუხებ, შესაბამისი ხედვა, რომელიც უნდა გააცნონ პირველს ყოვლისა საზოგადოებას და მათ შორის ხელისუფლებასაც. და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა არის ესე ვთქვათ, უკეთესი გზა და უფრო ვარესი. შესაბამისად, საჯარო ესე ვთქვათ, გამოსვლებით იქნებოდა სხვა კუთხით, უნდა ჩაერთონ ამ მიმართულებით. ზარია მგონი ეთერში. თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, ბევრი ზარი შემოდის ჩვენს ეთერში. გამარჯობათ, გისმენთ. ესე იგი, მე კიდე შემოვედი მე და ესე თქვენ ამბობთ, რომ სახელმწიფო ცუდი მეპატრონეა და არ ამუშავებს და ამ პირობებში ეკონომიკის კერძო კაპიტალიზმის პირობებში სახელმწიფოს მიწა არ უნდა გქონდესო და ასე სრულად გაუგებარია. რატომ არ შეიძლება რომ სახელმწიფომ დაამუშავოს მიწა, რაც მას აქვს თვითონ და ესე იგი ეს იმიტომ ხდება რომ ბოროტი ხელისუფლება მტერია ხალხის ხელისუფლება და არა იმიტომ რომ არ შეუძლია და რაც სოციალიზმის პირობებში თუ შეეძლო და ამუშავებს და ეხლა რატო არ შეუძლია. ეს არის აკრძალული ბოროტი განზრახვა, ხო არ დაამუშავოს და ხალხი ბეხებზე კიდე არ აინტერესებს. აი მაგალითი ავიღოთ ეხლა ბენდუქიძე რო იძახდა ისო კაპიტალიზმი კარგია თვითონ დაარეგულებს სანიტარულ პირობებს მაღაზიებშიო რა. იმას ის კი არ აინტერესებდა სანიტარულ პირობებში წიწარმოება თუ არა პროდუქცია, მოგება აინტერესებდა და ბიუჯეტში შესვლა აინტერესებდა, თანხების და მე იქიდან ქურდობა აინტერესებდა. ხალხის ბედის არ აინტერესებდა. ასეთი ბოროტი მთავრობა ყავს და ამაშია საქმე და არა ის რომ რაღაც ეკონომიკა, სოციალიზმის თუ ეკონომიკა არ ვარგა. მადლობთ არისთვის, ბატონო მათე, რას პასუხებდით, რა კომენტარს გააკეთებთ? მე კარგად მესმის მართალი გითხრათ ეს ემოცია. პირდაპირ გეტყვით ციფრს. თქვენ თუ სურთ დღეს სოფლის მეურნეობა ისე განვითარდეს, როგორც საჭიროა, გვჭირდება ამისთვის დაახლოებით ინვესტიციის სახით მოვიზიდოთ 8 მილიარდი ლარი. ჩვენი ბიუჯეტი აბა ნახოთ რამდენია, ხო? ანუ წარმოუდგენელია დღევანდელი რესურსები ჩვენ ასე განმივაღწიოთ იმ წარმატებას, რაც ჩვენ გვსურთ. თუ არა და ისეთი ეკონომიკა, როგორც ჩვენ გვაქვს, გვექნება. ნუ ამაზე არავითარი პრობლემა, რა თქმა უნდა, არ არის. გარდა ამისა, მინდა მსვენელს უპასუხო, უჭუო და ასე ვთქვათ, ჭკვიან ეკონომისტებთან დაკავშირებით, მართლაც ვერ გეტყვით ახლა რამდენია ჭკვიანი, რამდენიმე შედარებით უჭუო, მე უფრო მეტი უჭუო მინახია ვიდრე ჭკვიანი, მართალი გითხრათ, მაგრამ ერთ რაღაცას ვეტყვი მსმენელს, რომ ზოგადად კაცობრიობის განვითარების ისტორიაში ნებისმიერი სახელმწიფო სიძლიერეს თუ სისუსტეს განსაზღვრავდა ერთადერთი რაღაცა, ჩემი აზრით ეს იყო გონება, ეს იყო გააზრება. თქვენ მე ვერ დამესახელებთ სახელმწიფო, სადაც არ არსებობდა ეგრეთ წოდებული ინტელექტი, რასაც ქვია და აწოდა ძალიან დიდ წარმატებას. შესაბამისად, თუ ჩვენ ვართ წარმატებელი ქვეყანა, ეს არის აქსიომა, პირდაპირ მინდა გითხრათ, ჩვენ გვაქვს გააზრების პრობლემა. ეკონომისტებსაც ეხება ეს და ნუ მისყენენ იურისტებიც და დანარჩენ სხვასაც. დიდი მადლობა, აქტუალურია ჩვენი თემა და შესაბამისად ზარებზეც მეტყველებს ამაზე, მოგეხსენებათ. ზარია ჩვენს ეთერში, გამარჯობათ, გისმენთ. გამარჯობათ. მე წერან თქვენმა რესპონდენტმა ბრძანა, რომ დივერსიფიცირება მიწების საჭიროა. მაინტერესებს პირველი ამერიკაში ფერმერების მიწები დივერსიფიცირებულია, თუ თვითონ ფერმერი თავის მიწას განაგებს, რომელიც ათასობით და ათობით ჰექტარია. მეორე კიდე აი მოქალაქემ დარეკა და თქვა, რომ ჩვენ ლამის დასამუშავებელი მიწები, რომელიც ეზოს გარეშე კიდე აქვს, ისინი ჩამოართვეს და ხოც
ცნობილია რომ ბათუმში ხელვაჩაურში და რაღაც აიმ ადგილებში მამა პაპური ნაკვეთები ჩამოართვეს და ამის დივერსიფიცირება როგორ წარმოგიდგენთ რას ქვია ჩემი ნაკვეთი კიდე 100 წელიწად 1000 წელიწად გავიფორმო ეს რანაირია ეგ შეიძლება რაღაც ნაწილზე გამოდგეს და რომ კერძო საკუთრებას გართმევენ ეგ სხვა რამეა საკარმიდამო მიწები ყველას აქვს ეზო და კიდე დასამუშავებელი ვენახი ყანა და რაღაცა და იმეების ჩამორთმევაზეა ლაპარაკი და რა დივერსიფიცირებაზე მელაპარაკებით ერთი ამიხსენით რა დიდი მადლობა ზარისთვის შეგახსენებთ რომ ჩვენი ტელეფონის ნომერია 2388 Skype-ით შეგიძლიათ დაგვამატოთ ობიექტივი ბატონო რამას რა გამოცდილება აქვს ამ მხრივ ამერიკას და ევროპას დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით და შეიძლება თუ არა იმ მოდელის განმოტანა საქართველოში აი რას გულისხმობთ კონკრეტულად პირველეს ყოვლისა მე უპასუხებ იმ შეკითხვას, როდესაც იყო ჩამორთმევებზე საუბარი და როდესაც თქვა მამა პაპურ ესე ვთქვათ მიწებს ართმენ. რა საკვირველია, მე აბსოლუტურად მესმის ამ ქალბატონის ესე ვთქვათ აღელვება და ის მართალია ამ კუთხით, მაგრამ მე აბსოლუტურად დივერსიფიცირებაში არ მიგულისხმიაო ის რაც აქვს ის წავართვან და მე ის ვისაც აქვს მამა პაპური ესე ვთქვათ მემკვიდრეობა, იმან აუცილებლად უნდა მიიღოს, მაგრამ ამ მამა პაპური მემკვიდრეობის გარდა არის უამრავი მიწა და ამ მიწაზეა საუბარი. როდესაც არის საუბარი ამერიკაზე და ესე ვთქვათ ევროპის განვითარებულ ქვეყნებზე, მოგიყვანთ ერთ-ერთ ძალიან მარტივ მაგალითს, რომელიც სხვათა შორის ამერიკამ გაიაზრა საუკუნე ნახევრის წინ და ჩვენ დღესაც ვერ მივედით იქამდე. ანუ ქონდა სახელმწიფოს ჭარბი მიწა, იმისთვის რომ გადაეცა ფული არ ქონდა მოსახლეობას და გადასცა პირდაპირ. როგორ გადასცა? რაღაცა წესი მოიგონა, ხო? თუნდაც ძალიან მარტივი იმ დროისთვის, ძალიან მარტივი წესი. რა საკვირველია იმ წესი დღეს არ წავალთ, ვერ წავალთ. იმიტომ რომ ცივილიზაცია წინ წაიწია და სხვა მეთოდი გჭირდება. ელემენტარულად დოღი მოაწყო, ნაკვეთები დაუყო შესაბამისად, ამ ნაკვეთებზე დაუსო ის შესაბამისი დროშები და ვინც პირველი მივიდოდა, იმის საკუთრებაში გადადიოდა ეს. ანუ მე გულისხმობ დივერსიფიცირებაში. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ესე ვთქვათ დიდი რესურსის ნაწილ-ნაწილ დივერსიფიცირებას. რა საკვირველია ის ფერმერი არის მე და თვითონ მართავს, მაგრამ ზოგადად ის დიდი ნაჭერი სახელმწიფოს რაც იყო, ის იქნა დივერსიფიცირებული, ანუ ერთ ფერმერს ვერ ეტყვიან, რომ შენ დაგვიბრუნე ახლა მიწა, იმიტომ რომ იმის გარდა იქ არის 100,000-ობით ფერმერი, რომელსაც ანალოგიური წესით გადაეცა. ანუ ამას გულისხმობდი და იმ კონტექსტში, რა კონტექსტში ხალბატონმა ბრძანა, აბსოლუტურად მე თუ ესე გამომივიდა საუბარი, ამ შემთხვევაში აღელვების საფუძველი ნამდვილად ქონდა, მაგრამ რაც თვითონ იგულისხმა, იმას ნამდვილად არ გულისხმობ. დივერსიფიცირება ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო მიწების დივერსიფიცირება მოახდინოთ კერძო მესაკუთრეებზე, იმიტომ რომ ერთის ხელში არ უნდა იყოს ნამდვილად. ბატონ მათეს სურს კიდე დაამატებდა ამ ამერიკულ გამოცდილებასთან დაკავშირებით. ჯერ ზარია ჩვენს ეთერში, თუ შეიძლება მაყურებელს მოусმინოთ, შემდეგ განვაგრძოთ ამ თემაზე საუბარი. გამარჯობა. გამარჯობა ბატონო. ერთი რამე არის თქვენ ძანეთ რომ ყველაზე მეტი ეკონომისტი და იურისტი ყავსო საქართველოში. როგორც ვთქვათ, აი ამ ყველაზე მეტ ეკონომისტსა და იურისტს მართლა არა თვითონ გააზრების უნარი, თორე არ იქნებოდა არც იურიდიულ საკითხებში ის პრობლემები, რომელიც მოგდა არც ეკონომიკაში. ეს რაც შეეხება ეკონომისტებს და იურისტებს და არა მოსახლეობას. მეორედ, ლიკვიდური ძირითადი საშუალება უნდა იყოს თუ წარმოებული პროდუქცია. შესაბამისად მიწაზე მაყენილი პროდუქცია უნდა იყოს და ისე მოეწყოს სახელმწიფო რომ აი ამ პროდუქციის რეალიზების საშუალება იყოს და პროდუქცია იყოს ლიკვიდური და არა ძირითადი საშუალება, რასაც მიწა ქვია ამ შემთხვევაში. და მიწასთან კიდე როგორც წარმოებასთან ისეთი მიდგომა არ ივარგებ. ჩვენ ერთხელ ხო დავარიგეთ წარმოებები. ხო შევქმნით მილიონერები. მილიონერების გარეშე არ იარსებებდა სახელმწიფო. ხო რაც მივიღეთ კი ნახეთ ხო? ქვეყანა სადაც 2005 წლოვანი მეტალურგიული წარმოების წარმოება ქონდა, დღეს მეტალურგიის გარეშე დავჭი და ასე შემდეგ. გმადლობთ ყურადღებისთვის. მადლობთ ბატონო მანთე თუ შეიძლება განვაგრძოთ. ვიტყვი, ანუ პირდაპირ მინდა უთხრა წინამსმენელს, რომ ჩვენი ეს საუბარი ეძღვება არა დივერსიფიცირებას მიწების დაგუწმასებას, არამედ პირიქით მის კოოპერირებას. თუმცა როგორც რამაზმა თქვა, აბსოლუტურად მართალია საფუძველი. ამერიკის შეერთებული შტატები ახლა შეიძლება ბევრს არ წაუკითხია ეს და არც ევალი ბევრს ამის აკითხვა, მაგრამ ფილმი ალბათ უმრავლესობას ექნება ნანახი, როცა მედიან ფერმერები და მიწაში არ ჭობენ ჯოხებს და სახელმწიფო მიწა გადადის ამით კერძო საკუთრებაში. ამას ვითხოვთ ჩვენ. შესაბამისად, ჩვენი მიზანი არის ის, რომ მიწები კი არ დავაკუცვას, არამედ მოახდინოთ მათი კოოპერირება, მაგრამ ამას უნდა ქონდეს თავისი ეკონომიკური საფუძველი.
მაგალითად ევროპაში დღეს თქვენ რომ მოინდომოთ 1 ჰექტარ მიწას განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ვერაფრის დიდებით ვერ მოიპოვებთ. არ არის უბრალოდ 1 ჰექტარი მიწა. 1 ჰექტარი მიწა მიმული არის დაუშვათ 10 ჰექტარ მიწასთან, რომელზეც არის გაშენებული თავისი ბიზნესი, აი შემდეგ იყიდეთ თქვენ მთლიანი ბიზნესი, მერე გადაიანგარიშეთ 1 ჰექტარი მიწის ფასი და აი ნახავთ როგორ ფასთან გექნებათ საქმე. ხოლო რაც შეეხება წინამსმენელს აბსოლუტურად ვეთანხმები იმაში რომ გააზრების გარეშე არ შენდება სახელმწიფო. თუ სახელმწიფო არ გქონდეს სუსტები ვართ, ესე იგი გვიჭირს რაღაცების გააზრება. ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება. წინასმენელთან დაკავშირებით თუ შეიძლება კომენტარს გავაკეთებ, ბატონმა ძალიან საინტერესო წინადადება ბრძანა, რომელი უნდა იყოს ლიკვიდური თვითონ აქტივი ამ შემთხვევაში მიწა ჩვენ შემთხვევაში თუ პროდუქციო. მე ვეუბნები რომ ორივე უნდა იყოს ლიკვიდური. აბსოლუტურად, მაგრამ ამავდროულად ერთის ლიკვიდურობას განსაზღვრავს მეორე. მეორეს ანუ წარმოებას ვერ ვალვითარებთ, იმიტომ შესაბამისი სახსრები ფინანსები არც სახელმწიფოს არ აქვს, არც კერძო სექტორს. ამიტომ თუ მიწა იქნება ესე ვთქვათ კერძოს ხელში და ის იქნება მაღალ ესე ვთქვათ მაღალ ფასად შეფასებული და იქნება მაღალ ლიკვიდური, ეს აბსოლუტურად გადაინაცვლეს იმას, რომ მის ამ მიწაზე წარმოებული პროდუქციაც იქნება მაღალ ლიკვიდური. საიდან? დაფინანსების გზით. დაფინანსებას მოიპოვებს ეს მიწა, მოგეხსენებათ რომ დიდი დაფინანსების პირობებში და ტექნოლოგიების და შესაბამისი ნოვაციების დანერგვის საფუძველზე მასშტაბის ეფექტის გათვლით ერთეულოვან პროდუქციაზე დაიკლებს ფასი და ამით შეუძლებთ ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციაში შესვლას. ჯერ საუბარი არ არის თუნდაც ზოგ დარგებში უცხოურ ბაზარზე გასვლაზე. ადგილობრივ ბაზარზეც კი არ ვართ კონკურენტუნარიანი ეს, იმიტომ რომ ჯერ კიდევ როგორც ბატონმა ალექსანდრე ბძანა, თოხის და ბარის ამარა ხდება ამის დამუშავება. არ არის ესე ვთქვა შესაბამისი სფერო, მიწოდების არხები. წარმოიდგინეთ ახლა დაუშვათ კარტოფილის მაგალითი. თქვენ გონიათ რომ 80 თეთრი და ლარი ძალიან პატარაა კარტოფილისთვის ესე ვთქვათ ფასი, ნურას უკაცრავად. ძალიან კარგი ფასია, მაგრამ მიუხედავად ამისა წარმოება ვერ ვითარდება, იმიტომ რომ ხარვეზი არის ამ შემთხვევაში მოსაზით სახსრებში. გლეხი 2 ჰექტარზე მეტ ან 1 ჰექტარზე მეტ ვერ აწარმოებს. თუ ის წარმოებაში გაუშვებდა 20 ჰექტარს, ამ შემთხვევაში რასაკვირველია ფასიც დაიწევდა და უცხო ქვეყნის კარტოფილი საერთოდ ვერ გაჭაჭენდებოდა ჩვენს ბაზარზე. მაგრამ რეალობა ეს არის, უცხო ქვეყნის კარტოფილიც იყიდება. ანუ მრავალი ესეთი ესე ვთქვათ დარგია, ამის ჩამოთვლას რო ჩამოვყვეთ, ესე ვთქვათ საღამომდე დროც კი არ გვეყოფა რა. ბატონო ალექსანდრე, წინა მსმენელს გავცემდი პასუხს, რაც შეეხება იურისტებსა და ეკონომისტებთან მიმართებაში. ხალხო, ჩვენ რაზე ვამახვილებთ ყურადღებას ეკონომისტებზე, იურისტებზე, ფინანსისტებზე თუ ვიზე? ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავიწყოთ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი დარგის მშენებლობა, რასაც სოფლის მეურნეობა ქვია. ჩვენ რა გვინდა ეხა კონკრეტიკაზე გადავიდეთ, ვინ რა პროფესიის არის, ვის რა განათლება აქვს, ვის რა შეუძლია, ყველას ყველაფერი კარგად შეგვიძლია. ყველა თუ ერთმანეთის გვერდში დავდგებით და ერთად დავიწყებთ სოფლის მეურნეობის მშენებლობას, დამერწმუნეთ, რომ ყველა დარგი და ყველა დარგის სპეციალისტი გამოადგება ქვეყანას და მათ შორის უშუალოდ სოფლის მეურნეობას. ესე არ შეიძლება დავყოთ ვინ ჭკვიანი არის, ვინ ნასწავლი, ვის სად აქვს დამთავრებული, ყველამ ერთად დავიწყოთ ქართული სოფლის მეურნეობის მშენებლობა. ჩვენ დღეს გვაქვს 85%, გავიმეორებ კიდევ 85% იმპორტირებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე. რატომ არ არის ქართული წარმოება? დღეს ქართული წარმოება იმდენად მინიმალურია, რომ აღარც არის საუბარი კონკურენტუნარიანობაზე. ბატონო მათე, თუ შეიძლება გადაცემა დასასრულისკენ მიდის, თქვენი მოკლე კომენტარი. თუ შეიძლება მე არ მინდა რომ აბსოლუტურად პესიმისტური იყოს ჩვენი საუბარი, ანუ თუმცა ციფრები რაც ჩვენ გვაქვს ოფიციალური მონაცემები არ გვაძლევს ოპტიმიზმის საშუალებას, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ეს არის უზარმაზარი პოტენციალის მქონე დარგი. ეს არის დარგი, რომელსაც შეუძლია უცხოურ ბაზარზე გასვლა და პრაქტიკულად ჩვენ ისეთი პროდუქციის წარმოებელი ვართ, რომელიც ძალიან კარგად და კარგ ფასში იყიდება იგივე საერთაშორისო ბაზარზეც. ამიტომ ეს არის უზარმაზარი პოტენციალის დარგი და მე მაქვს ძალიან დიდი იმედი იმის, რომ ძალიან მოკლე მომავალში ეს დარგი ძალიან სწრაფად განვითარდება. მოგთ ერთ პატარა ამას დავამატებდი ვაუჩერიზაციასთან დაკავშირებით დღეს ჩვენ გამოგვჩა, რომელიც ძალიან საინტერესო არის ჩვენი მსმენელებისთვის. შემდეგ გადაცემაში არა, პატარა მონახაზს გავაკეთებ, რომ ის 30 ლარიანი ვაუჩერი, რომელიც სახელმწიფო არიგებს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ეს არის სასაცილო, რომ დღეს მანახოს ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომელიც დაამუშავებს 30 ლარიანი ვაუჩერით თუნდაც 9 ჰექტარ ფართობს. და მე ვიტყვი რომ ეს პროგრამა, რასაც ვაუჩერიზაცია ქვია და რასაც 30 ლარიანი თანხები ვაუჩერთან დაკავშირებით არსებობს, მაშინ ვიტყვი რომ ეს პროგრამა კარგად და სარფიანად მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ პირდაპირ ეთერში იყო მედია კავშირი ობიექტივი. დიდი მადლობა ჩვენს მენელს და მაყურებელს. ჩვენთან სტუმრად იყვნენ ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტი ბატონი მათე გარდავა, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტი რამაზ გერლიანი და არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლომოური. გადაცემის წამყვანი კი თქვენი მონამორჩილი მე ვიყავი, ჟურნალისტი ოთარ სტეფანიშვილი. დიდი მადლობა. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ სოფლის მეურნეობას და ეკონომიკაზე მომავალში გადაცემებს. კარგად ზანდებოდით.